სახელითა მამისათა და ძისათა და სულისაწმინდისათა. ქრისტიანული ღვთისმეტყველება მოძღვრება ეკლესიის მამათა გამონათქვამია ჯვარია ადამიანის ცნობიერებისთვის, ადამიანის შემეცნების უნარებისთვის. წმენა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ის დარწმუნებულობა ქრისტიანულ დოგმატებში, ანუ გამოცხადების ჭეშმარიტებაში, თავისთავად ძალიან დიდი სასწაული. და ჩვენ ვერასოდეს უნდა შევეგუოთ მას და არასოდეს არ უნდა მოვდუნდეთ და არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი ბუნების ნაწილია ესეთი ხედვა. არ არის ეს ასე. ეს არის დაუმსახურებელი ძღვენი უფლისა, შესაბამისად არ ვიცხოვრებთ და არ მოვიქცევით, ჩვენ მას დავკარგავთ. ეს ერთი. მეორე, ეს ძღვენი არ არის სტატიკური მოცემულობა, იგი განვითარებადი მოცემულობაა და ამ განვითარებას არ აქვს დასასრული. შესაბამისად, უდამ საჭიროა ამ განვითარებისათვის, რომლის გარეშეც, ანუ განვითარების გარეშე რწმენა არ არსებობს და კვდება, არის თანამშრომლობა და თანამუშაკობა აუცილებელი ღმერთთან. ანუ ჩვენი მხრიდან აქტიურობა და ეს აქტიურობა არის არა სანახებროდ, არა როგორც შეგვიძლია, არამედ მაქსიმალური. და გვახსოვს ეს სახარებისეული პრინციპია, რომ რამდენიც მოგეცა ერთი იმდენი შენ უნდა იშრომო, რაც მოგეცა იმის შესაბამისი უნდა იშრომო და უნდა გულში ცეცხლი აგენთოს, რომელიც ღმერთმა განკაცებულმა ღმერთმა მოიტანა და ასე შემდეგ. ანუ აქ არის საუბარი ჩვენს მაქსიმუმზე. ანუ მთლიანად უნდა ჩავდოთ საკუთარი თავი ბოლომდე და თუ ესე არ ვაკეთებთ, როგორც წესი, რწმენა, რომელიც დაუმსახურებლად მოგვეცა, ის აღარ ვითარდება. შედეგად არის ის, რომ ღმერთთან კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, ვინც ვირწმუნეთ, მას არ ვიცნობთ და პერიოდულად ჩვენში შემოდის საკმაოდ ძლიერი ეჭვები, რამდენად სწორად ცხოვრობთ, რამდენად სწორად ვფიქრობთ, რას გვწამს ნეტად თუ მართლა ასეა. ზოგი რწმენის დაკარგვის ღორამდეც კი მიდის, ადვილად მოწყვლადი ხდება ადამიანი არა ქრისტიანული მოძღვრების წინაშე, მოწყვლადი ხდება, რაღაცა საკმარისია, რაღაცას ყური მოკრას და შეიძლება მთელი ეჭვების კორიანტელი დაატყდეს თავზე. ძალიან მოწყვლადია ბუროტ სულთან ბრძოლაში, როცა ის გვაცდუნებს მაშინას, როცა ის გვაშინებს მაშინას, როცა ის ზალადობს მაშინას და საბოლოო ჯამში ჩვენ ქრისტიანის სახით ღებულობთ არა უმამაცეს მეომარს, რომელსაც არაფრის ეშინი, არამედ ერთ საცოდავ არსებას, რომელიც არც ამ ქვეყნის არის, არც ზეცის არის, არც ქრისტესია, არც ეშმაკის არის, რაღაც გაუგებარ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ამიტომაც გვიჭირს მე რა თქმა უნდა ჩვენ სულიერი ცხოვრება. კიდევ ერთი, ის რომ ჩვენ ღმერთს არ ვიცნობთ, ეს ვლინდება იმაშიც, რომ ჩვენ მუდამ გვაქვს პრობლემა, რომ რამდენად ჩვენი ქმედება საქციელი სათნოა ღმერთისათვის, ანუ ჩვენ მუდმივად არ ვიცით ღვთისნება. ამასაც თავარი მრავალი მიზეზი აქვს, ჩვენი სიზარმაზეც არის, ჩვენი უნარობაც არის და კიდევ ის რომ ღმერთის ნება ეს არის მისი ბუნებითი აბსოლუტური სიკეთე, რომელიც არის, მისი ბუნება ხო აბსოლუტური სიკეთეა, მისი ბუნებითი თვისება, შესაბამისად იგი აბსოლუტურია სიკეთეში, აბსოლუტურია სრულყოფილებაში და ადამიანს ესეც უჭირს, რომ აქტიურობა, ნებელობა ხო ბუნების აქტიური მხარეა. შესაბამისად ადამიანს უჭირს, რომ ეს თავისი როგორც ღვთისხატება და მსგავსება ხო ვარ, ჩვენი ბუნებითი მიზანდასახულობა და მიზანსწრაფულობა და ენერგია თანხვედრი იყოს ღვთის მიზანდასახულობისა ენერგიისა და ეს იმდენად რთულია, გასაგებადაც რთულია და როცა ვიგებთ, მე უკვე დათმობაც გვიჭირს და ამიტომაც გამწარებულები საკუთარი ნებით თუ ასეთნი ვართ და უნდა ვიყოთ ასეთნი, უნდა გამწარებული ვიყოთ საკუთარი ნებით, უნდა ვთხოვდეთ უფალს, რომ იყოს ნება მისი, როგორც ამას მამაო ჩვენოში ვაკეთებ. გარდა ამისა, ქრისტიანობა არ გვიტოვებს სანახევრო რწმენის შესაძლებლობებს, რას გულისხმობ? ქრისტე არის ღმერთი. ის არის ის, ვინც სამყაროს შექმნა და იგია ყოვლის პრობელი. მას ყოველივე ხელთ უპყრია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხო თეორიულად ქრისტიანები თუ ქვია და აქ რო ვართ, ეს ამას ვეთანხმებით თეორიულად. მაგრამ პრაქტიკული ცხოვრების წესით ამაზე ძალიან ბევრჯერ გვისაუბრია, ჩვენ ამას არათუ არ ვეთანხმებით, არამედ ვერ ვეთანხმებით. მაგალითად, ვეზიარებით დღეს ხო? ჩვენში შემოდის ღმერთი. აბა ეხლა გეკითხებით, ჩვენ გავართ იმ ადამიანებს, რომელიც არის 100%-იანი დარწმუნებული, რომ მასში ღმერთი ცხოვრობს.
ყოვლის შემძლე, ყოვლის მცოდნე, რომელსაც ხელთ უყრია ყოველივე, გესმით? აი ეს დარწმუნებულობა გვაქვს? თუ არა გვაქვს ეს დარწმუნებულობა? რა თქმა უნდა, ჩვენ ეს დარწმუნებულობა არ აქვს. ამიტომ ქრისტეს ღმერთობის საკითხი, ეს არის ხო ქრისტიანობა, ამაზე აგებული, ეს თუ არ აქცამს, არაფერს აზრი არ აქვს. ქრისტეს ღმერთობა, ქრისტეს ღმერთობისადმი რწმენა თეორიულად შეიძლება ჩვენში არსებობს, მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ის ჩვენში უაღრესად ნაკლულია. ანუ ჩვენი რწმენა უაღრესად ნაკლულია. და ეს რატომ არის მნიშვნელოვანი? ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უფალთან ურთიერთობაში აი ზღვარი ხო აი რაღაც გადღაბნილი კი არ არის, რომ აი ცოტათი ქრისტიანი იყო და თლად ვერ ახარ, მაგრამ მაინც არამედ ანუ ბოლომდე ხარ იმ რწმენაში, შენი ცხოვრების წესითაც, რომ ქრისტე ღმერთია, ყოვლის მკრობელია, სამყაროს გალაქტიკების შემოქმედია, შენი გული მხოლოდ მისი ნებით ცემს და ერთი ღერით დავარდება შენი თავიდან მისი ნების გარეშე, ან არ აქცამს. აი შუალედური რაღაცა გადღაბნილი ცოტა ისე, ცოტა ასე, ჩვენ ესე ვართ ცოტა ისე, ცოტა ასე. თეორიულად არა, პრაქტიკული ცხოვრების წესით, მაგრამ რეალურად ხო ჩვენ ეს წმენა სამწუხაროდ ვერ აგვაქვს და არ აგვაქვს. არა და სხვანაირი ქრისტიანობა არ არსებობს. აი დღეს წავიკითხეთ მათეს სახარებაში. რომელმან არა აღიღოს ჯვარი თვისი და შემომიდგეს მე, იგი არ არის ჩემ და ღირს. და გახსოვთ ხო, რომელმან არა უარყოს დედაი, მამაი, ცოლი, შვილი რა, ყველა, ბოროს საკუთარი თავი, იგი არ არის ჩემ და ღირს. რომელმან მოიპოვოს სული თვისი, წარიწყმიდოს იგი და რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი, ჩემთვის მან მპოვოს იგი. ანუ ნახეთ, ყველაფრის უარყოფისათვის მზად ხარ თუ არა ხარ მზად? და ჩვენ რო ყველაფრის უარყოფისათვის მზად ვიყოთ, ჩვენ დღეს ვიქნებოდით წმინდანები, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი, რაც უნდა უარყოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი უარსაყოფი ეს არის ჩვენი ეგოიზმი, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ამპარტავნება, ჩვენი ეგოისტური მე, ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამიტომაც ფერხდება ჩვენი სულიერი განვითარება. ქრისტე რომ სანახევროდ იყოს ღმერთი და სანახევროდ ადამიანი, ამის მოთხოვნა მისგან იქნებოდა მკრეხელობა. როგორ შეიძლება რომ ჩემი ახლობელი, დედა, შვილი და უარყო ვიღაცა სხვა ადამიანის გამო. საკუთარი სული წარვიწყმიდო, დავღუპო სხვა ადამიანის გამო. მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იესო ქრისტე სხვა ადამიანი კი არ არის. ის პიროვნულად არის გალაქტიკების შემოქმედი ღმერთი ადამიანად მოსული, განკაცებული ღმერთია. ის არის ის, ვის ხელშიც არის ყველა და ყველაფერი. ამიტომ მისთვის უარყოფა არ არის ვიღაცისთვის უარყოფა, მისთვის უარყოფა ეს არის შეძენა იმისი, რასაც უარყოფ. იმიტომ რომ ის ვისაც და რასაც უარყოფ, ისიც იმიტომ ცოცხლობს და ბედნიერობს, რომ ეს მას სურს. სხვა აბსოლუტურად სხვა მიდგომა, სხვა განზომილება, სხვა შემეცნების შესაძლებლობებია, სხვა ყოფიერება, რომელსაც ჩვენ ლოგიკა არ მუშაობს. მაგრამ აი ეს პრინციპულად დასმულია ეს საკითხი, რომ უნდა აიღო ჯვარი, უარყო თავისთვის, წარიწყმედო თავისთვის, ყველაფერი უარყო და მას გაყვე, ეს მხოლოდ მაშინ არის პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლებელი, თუ შენ თეორიულად და დოქტრინალურად კი არ აღიარებ, რომ იესო ქრისტე ღმერთია, არამედ ნამდვილად ცხოვრების წესით, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებ. ვერ გვწამს ესე ჩვენ, ვერ გვწამს. რატომ არის ესე რთულად გასაგებიც, აღსაქმელიც? და ეს რთულად აღსაქმელი გასაგები ყოველთვის იყოს, როგორც რომ გულუბრყვილოდ გონია, რომ აი ქრისტეს დროშო დაბადებული ყავი და რას ნახავდი, რას ნახავდი ქრისტეს დროშო დაბადებული? ნახავდი კაც იესოს, რომელიც იღლებოდა, რომელსაც შიოდა, რომელსაც წყუროდა, რომელიც ჯვარცმის წინ ლოცულობდა სასმისი ამაცილეო. რას ნახავდი? დაღლობისაგან ისე ჩაეძინა, რომ ღელვა იყო ნავში და ნავში ეძინა და ღელვა არ აღვიძებდა. რას ნახავდი? რისი ნახვა გინდა? სასწაულის ნახვა გინდა ადამიანო? გაიხსენე. ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულს ეძებს. გახსოვთ ფარისევლები რო თხოვენ, აბა ცეცხლი გადმოგვიყვანე ზევიდან, აბა. გესმით, რას ეძებ? ვის ეძებ? როგორ ეძებ? რანაირად ეძებ? და ამერწმუნე რომ თუ ახლა სწორად არ ეძებ, თუ ახლა შესაბამისად არ ხედავ და თუ ახლა ის განწყობა არ აქვს ღვთის საპოვნელად, როგორიც უნდა გქონდეს, ასეთი რო ყოფილიყავი, გინ ეხლა იყავი, გინ გუში, გინ მომავალში, გინ ქრისტეს დაბრუნებისას, გინ მანამდე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვერ იცნობდი და ვერ იცნობდი. აი ამაშია საკითხი.
ერთი რამე რაც და მთავარი რაც არის, რაც ჩვენ ამაში ყველაფერში ხელს გვიშლის, როგორც ახლა გითხარით, ეს არის საკუთარი ეგოისტური სიმართლე, სიამაყე, ამპარტავნება, აბსოლუტური მინდობა საკუთარ გონებაზე, საკუთარ შემეცნების შესაძლებლობებზე და უნარებზე. ეს არის მიზეზი და აი რომელთა მერთ ეპისტოლეში დღეს აღმოვიკითხეთ, ეს მე-11 თავია. ჰოის სიღრმე სიმდიდრისა და სიბძნისა და მეცნიერებისა ღვთისა. განცვიფრებულია პავლე. ჰოის სიღრმე, ხა პავლეს როცა ამას ამბობს, ხა ჩვენ შეგვიძლია ვთქვა, ჰოის სიღრმე და რა დიდი დიადია და კარგია თუ ასე ვფიქრობთ, მაგრამ ეს ჩვენი ნათქვამი არის გამოუცდელად ნათქვამი, რაღაცა ჩვენი გამოცდილება გვაქვს. პავლეს იმდენი რამე აქვს ნანახი. მესამე ცადმდე აღტაცებული და უთქმელნი სიტყვანი რო ესმნეს და ასე შემდეგ. ანუ პავლეს მართლა ნანახი აქვს ეს ყველაფერი, ჯერ კიდე ხორჩი მყოფს. ამიტომ ის რომ ამბობს, ჰოის სიღრმე, სიმდიდრისა, სიბძნისა და მეცნიერებისა ღვთის, ვით არ გამოუძიებელ არიან განკითხვანი, ანუ მსჯავრნი, განსჯა, პასუხისგებლობის წინაშე რო გვაყენებს, გამოუკვლეველია. ამიტომ ადამიანი ვერ იგებს, არ შეუძლია ვიღაცა ავად გახდა, ვიღაცა არ გახდა, ვიღაცა ადრე გარდაიცვალა, ვიღაცა გვიან, ვიღაცა ჯამთელია, ვიღაცა ავად არის, ვიღაცას უსამართლოდ მოექცენ, ვიღაცას სამართლიანად მოექცენ და ვერ იგებ რა ხდება, როგორ ხდება ეს, რანაირად გამოუკვლეველნი არიან. ჩვენი გონება ამას ვერ მიხვდება. გამოუკვლეველნი. არ ვიცით, საიდუმლოება, თითოეული ადამიანი უნიკალურია. თითოეული ადამიანი საიდუმლოებაა და ადამიანს როგორც უნიკალურ საიდუმლოებას ღმერთი ექცევა უნიკალურად და ჩვენთვის და იმ ადამიანისთვისაც ხშირად საიდუმლოებრივად. გამოუკლეველია, არ ვიცით. ადამიანს აქვს ეს ამპარტა, როგორ მე თუ არ მესმის, მე თუ ვერ ხვდები და ესე იგი იწყება უარყოფა, მე ღმერთის უარყოფა, მე საკუთარი ცნობიერების და საკუთარი სიმართლის მიხედვით სამყაროს შესახებ, თქვა, მოსაზრებების ჩამოყალიბება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ცდება ადამიანის სიმართლეს, რაც დრო გადის, უფრო მეტად და მეტად ცდება. ვით არ გამოუძიებელ არიან განკითხვანი, ანუ მსჯავრნი მისნი და გამოუკვლეվել არიან გზანი მისნი, გამოუკვლეվել არიან, ვერ მიხვდები ღვთის გზას. ვერც სხვაზე, ვერც საკუთარ თავზე. ჯაბა რა ვქნა ადამიანი წყვის დაემორჩილო. მიუტევე უფალსა ზრუნვა შენი და მან გამოგზარდო შენ. დაუთმე უფალს, ეს ფსალმონის სიტყვებია. გესმით? ჩვენ უნდა ვისწავლოთ ღვთის განგებულებისადმი მორჩილება. ადამიანი რა სასაცილოა, გაუგია ქრისტიანს მორჩილება სათნოებაო და რაღაც თუ ღმერთს არ ემორჩილები და მის განგებულებას ადამიანს როგორ დაემორჩილები? მოყვას როგორ დაემორჩილები? არა და მორჩილება ეს არის უნარი, რომელიც ან გაქვს, ან არა გაქვს. აი ეს სანახევრო მორჩილება არ არის სანახევრო წმენა არ არის, ისე როგორც სანახევრო ორსულობა ქალისა ორსულობა არ არის, ან არის, ან არ არის. ასევე არ წმენა, ან სიყვარულის ან არის, ან არ არის. უნდა ვიცოდეთ, რომ ვერ ვართ ისე და ამიტომ უნდა ვცდილობდეთ, რომ ვიყოთ ამისათვის საჭიროა ზუსტად ის სულიერი ცხოვრების ნიუანსების გათვალისწინება, რომელზეც ყოველთვის გვესაუბრება წმინდა წერილი და 2000 სლოვანი გამოცდილება ეკლესიისა. მე აგრძელებს, რამე თუ ვინცნა გონება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას. კითხებს სვავს პავლე მოციქული. ეს აი ადამიანს რო უკვე რატო და ამიტომ. უფლის გზა გამოუძიებელია მისი განსჯა და მსჯავრი, მისი გზა გამოუკლებელია. ახლა ეკითხება, ვინ სცნა გონება უფლისა? შენ შეგიძლია უფლის გონებას ჩაწვდე? ადამიანი არათუ უფლის გონებას არ წვდება, ვერ წვდება, თუ წვდება, არამედ უფალს განაჩენის გამოუტანა და უთხრა, რომ შენ არ არსებობ. აი ესე გათავხედა კაცობრიობა, რომ ერთ-ერთი ფილოსოფოსის პირით განაცხადა, რომ ღმერთი მოკვდა საერთოდ. ეს დამოკიდებულება აქვს. ეს დამოკიდებულება ცოცხალია, ეს ადამიანები ჩვენს გვერდზით ცხოვრობენ, რომლებიც არ აძლევენ უფლებასაც კი რომ ღმერთი არსებობდეს. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ იმიტომ რომ დაამტკიცეს, რა დაამტკიცეს? რა უნდა დაამტკიცო, როცა ღმერთი არის ტრანსცენდენტული, ანუ სამყაროს მიღმერი დროის, მატერიის, სივრცის. ანუ ყოფიერება, რასაც ჩვენ ყოფიერებას უწოდებთ, ეგ ღმერთი არ არის. ეს ღმერთის ქმნილება ამ ყველაფრის მიღმიერია, არსობრივი მიღმიერობით. რა უნდა დაამტკიცოს? ეს ვინცნა გონება და რაც არიცი,
რასაც ვერ დაამტკიცებ, რომ ის არ არსებობს, ვერც არსებობას დაამტკიცებ, გეთანხმებით. თუმცაღა პავლე მოციქული ხაზგასმით ამბობს, რომ სამყარო ისეთი აგებულების არის, რომ შეუძლებელია, რომ ვერ მიხვდე, რომ ეს გონების მიერ შექმნილია და არა შემთხვევითად. და ადამიანმა დაიწყო მეცნიერებამ დაიწყო აღმოჩენა აი ამ გონების კვალისა სამყაროში, მათ შორის ადამიანის აღებულება, მათ შორის ეს დნმ, მათ შორის დიდი აფეთქების თეორია, ატომის ის აგებულება, ეს ყველაფერი გრავიტაციის გასაცვიფრებელი რაღაც კანონები, ეს ყველაფერი ამის აღმოჩენა დაიწყო, სადაც ისე რაფინირებულად, აი საათის მექანიზმი სად მივა, ეს საათის მექანიზმი სამყაროს სრულყოფილებასთან შედარებით არის რა ვიცი, როგორც ქვა და როიალი, კიდე უფრო შორს არის დაცილებული ერთმანეთთან. ეს ყველაფერი ეს საოცარი აგებულება სამყაროსი და გონება მიუწვდომელი გონიერებით შექმნილი ეს ყველაფერი თქვენს არა, ეს თვითონ მოხდა ასე. ესე დაასკვნა ადამიანის პატარა ტვინმა, აი ამ პატარა ტვინმა ესე დაასკვნა, რომ ესეა, თვითონ არის ასე. პავლე მოციქული გეუბნება, რომ უფლის გონებას შენ როგორ ჩაწვდები, ვერ ჩაწვდები. და ვინ თანამზრახველეყო მას, ანუ ვის შეუძლია მას გაუგოს, მასთან ისაუბროს, მასთან კომუნიკაცია დაამყაროს, ვის შეუძლია ეს? სულელი ამბობს, რომ არ არსებობს და არც არის საჭირო. ხოლო გონიერი და ბრძენი ხდება, რომ ეს ადამიანისათვის შეუძლებელია და თავს იმდაბლებს და ელოდება უფლისაგან წყალობას, რომ რაღაცა გაგვაგებინოს. და გაგვაგებინა, თვითონ მოვიდა ადამიანად და ყველაფერი გითხრა, რაც ჩვენი მარადიულად მასთან ყოფობისათვის საჭირო იყო, ყველაფერი გითხრა. და რადგან გასაღები მარადიულად მასთან ყოფობისა არის თავდაბლობა მორჩილებაში გამოვლენილი, აქ ადამიანი აპროტესტებს და მას ურჩევნია იყოს განვითარებული მაიმუნი, მას ურჩევნია არაფრით უკეთესი არ იყოს ობობაზე, მას ურჩევნია რომ მოკვდება ტალახად იქცეს, ვიდრე სამყაროს ცოცხალ, მოსიყვარულე, ტრანსცენდენტულ მამას, რომელსაც სურს ჩვენი უფლისწულობა და ჩვენი პრინცობა და ჩვენი არისტოკრატობა და მარადიული სიცოცხლე ზეცაში, ოღონ ამისათვის საჭიროა, რომ შენ ეს დაინახო და გინდოდეს, ოღონ ეს არქნას, ოღონ არ აღიაროს თავის ზემოთ ვიღაცა გონება, ოღონ ეს არქნას, ესია სიამაყე, ეს დემონური თვისება, ოღონ ეს არ აღიაროს, რომ ურჩევნია ტალახად იქცეს, გაქრეს, განადგურდეს, არაფერი აღარ დარჩეს, მაგრამ კიდევ ერთი რამეა აქ. თუ ტალახი ხარ, პასუხისმგებლობას არ აქვს, როგორც გინდა ისე იცხოვრე, შენს გემოზე. პასუხს მაინც არ აქვს, ტალახს რა პასუხი აქვს, არაფერი. გაქრები და მორჩი. და გამოიგონა ესეთი რაღაცა, სანამ გავშდებოდი, ხო არ ვარსებობდი. და რამე პრობლემა იყო, არ იყო. ახლაც რომ გავქრები, ხო აღარ ვიარსებებ, პრობლემა არ იქნება. აი ესე უგუნურად ადამიანური ღირსებისათვის უღირსად იმშვიდებს ადამიანი თავს და ცხოვრობს ასე საცოდავად. ამავე დროს ეგოიზმი ხო არსად არ უქრება. პატიმოყვარეობა ხო არსად არ უქრება. საკუთარი სასაცილო სიმართლე ხო არსად არ უქრება. სასაცილო თავისუფლება, იმიტომ რომ თუ ტალახი ხარ მომავალი რა თავისუფლებაზე ლაპარაკობ, თავისუფლებასაც ხო ებღაუჭება და თუ ძალაუფლებას მიაღწევს ესეთ სოფხედელობაში და მით უმეტეს თუ ბევრი იქნებიან, მე ესეთი სოფხედელობა კატასტროფულ შედეგებს დებს მთელი სამყაროსათვის. რამე თუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი. პავლე მოციქული ამბობს, რომ ყველაფრის წყაროა და ყველაფერი მისგან არის და მასთან ბრუნდება. თუ ადამიანს წამს და მე აქებს მისა დიდება უკუნითი უკუნისამდე. უხარია პავლე მოციქულს. უხარია, იმიტომ რომ მან იცის სად მიდის. ის წინასწარ გემოს ხილვის გამოცდილების მქონეა მარადიული ბედნიერებისა, რასაც ღმერთის შვილის სტატუსით ღმერთთან ყოფობა ქვია. ბედნიერია პავლე მოციქული. მას თავი მოკვეთეს და ეს საერთოდ არ აშინებდა მას. ისე როგორც არც ერთ მოწამეს არ საერთოდ ქრისტიანს სიკვდილით ვერ შეაშინებ, იმიტომ რომ ქრისტიანის ღირსება ძალიან მაღლად არის აწეული და ქრისტიანს თავისი ღირსება და ღირებულება უпростоრად არ დაყავს ბიოლოგიურ არსებობამდე. გლოცავთ თქვენ ძმანო მოწყალებათათვის ღვთისათა, გლოცავთ გევედრებით თქვენთვის ლოცულობ ამას ნიშნავს. რა გააკეთეთო? წარუდგინენით ხორცნიეგეთ თქვენი მსხვერპლად, ცოცხლად, წმინდად. ანუ თქვენი თავი, თქვენი არსება ღვთის წინაშე იყოს ცოცხალი მსხვერპლი. ანუ ეს ნიშნავს აი ბოლომდე რომ ემსახურება ადამიანი ღმერთს, აი მაგას აღიღე ჯვარი და შემომიდექი, რომელმან წარიწმინდოს თავითვისი, მან პოვოს იგი. ანუ სიცოცხლისთვის იღებ
სიცოცხლეს, რომელიც სიცოცხლისგან გაქვს და სიცოცხლისთვის, რომლისაგანაც გაქვს შენი სიცოცხლე, რომ გაიღებ შენ სიცოცხლეს, ამ სიცოცხლეს 100 წილად 100 ამ შემთხვევაში არა რაოდენობრივი მაჩვენებელი, არამედ სრულყოფილების სიმბოლური მაჩვენებელი. ანუ აბსოლუტური სრულყოფილებით გიბრუნდება სიცოცხლე, როცა ღმერთისაგან მოცემულ სიცოცხლეს მასვე უბრუნებ. აი ამას ნიშნავს ეს წარუდგინეთ ხორცნიეგეთ თქვენი მსხვერპლად ცხოველად წმინდად. და ასევე მსხვერპლად რა უნდა წარვადგინოთ და სათნო ღვთისმეტყველი სათნოდ კეთილად წარვადგინოთ ღვთისმეტყველი, ეგ ემსახურება თქვენი ღვთისმეტყველი, ეს არის გონიერი, რომელიც გონება ამ შემთხვევაში როგორც ღმერთის შემეცნებელი უნარი, გონიერი მსახურება ღვთისა, ღვთისმეტყველი მსახურება ღვთისა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ცხოვრება, ეს ლაპარაკი მარტო წირვაზე დგომაზე, წირვაზე კი არ არის აქ საუბარი, არამედ ჩვენ ცხოვრებაზეა. ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს ღვთისმეტყველი მსახურება ღვთის წინაშე, გონიერი მსახურება ღვთის წინაშე. ეს იმას ნიშნავს, რომ წირვაზე ხო თავისთავად გაცნობიერებულად უნდა იდგეს ადამიანი, უნდა იცოდეს რასაკეთებს, აღარაფერს ვლაპარაკობ მღვდელზე. წირვიდან რო გავდივართ, რო ვჭამთ, რო გვძინავს, ჩვენი ფიზიოლოგიური ცხოვრების წესითაც კი როცა იძულება ჩხლის რო იჭრის უკაცრავად, მაგრამ აი არასოდეს ღმერთი არ უნდა დაივიწყო. გესმით? შენი ცხოვრება უნდა განიმსჭვალოს ამითი. თორე თუ ამას არ გააკეთებ, ცხოველის შეგრძნებები გექნება, ცხოველის ჭამს, ცხოველის იქექება, ცხოველის დარბის, რა მოშივდება, დაიძინებს, ნერწყვი მოდის. ჩვენ არა ვართ ცხოველები. არა ვართ ეს ტყავის სამოსელი, რომელიც გვაქვს ცოდვის გამოა, ადამიანისეული ცოდვის გამო, ჩვენ ამისგან განვიძარცვები და შევიმოსავთ ახალს, უხრწნელს, უყდავს, სულიერს, ისეთი როგორც ქრისტემ შეიმოსა აღდგომის მერე. როგორია ის ჩვენ ეს არ ვიცი, მაგრამ დადგება ამის დრო, მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ არ უნდა დავემონოთ ჩვენ ტყავის შესამოსელს, ის გვჭირდება მოღვაწეობისათვის და არა იმისათვის, რომ მას დავემონოთ. ამიტომ ყოველთვის და ყველაფერში, აბსოლუტურად ყველაფერში უნდა გქონდეს აი ეს ცოცხალი ღვთისმეტყველი, ანუ გონიერი მსახურებითი ცხოვრება ღვთის წინაშე. და ნუ თანა ხატ ექმნებით სოფელსა ამას. აი რასაც ვამბობდი, როგორც კი შენ დაგავიწყდება, რომ ღვთისმსახური ხარ, იმ წამსვე ცხოველად იქცევი, უკეთეს შემთხვევაში, იმიტომ რომ დემონური მიდრეკილებების სული გაქვს, ანუ ეგოისტური. და ეს თანახატ ექმნები სოფელსა ამას ნიშნავს იმას, რომ ამას სოფლის სული ცხოვრებას იწყებ. დომინანტი ხდება. და ეს მარტო იმით არა, რომ თქვა ქშია და გწყურია, არამედ კაცებელი ხდები. კაცებელი, ეგოისტი, უსიყვარულო, მრისხანე, კაცთმოძულე და ასე შემდეგ. არამედ შეიცვალენით განახლებითა მიდგონებისა თქვენისაით. ეს შეიცვალენით განახლებითა მიდგონებისა თქვენისაით, ეს არის მოწოდება მუდმივ მოუკლებელ მეტანოიაზე, ბერძნული სიტყვა, ანუ სინანულზე. ანუ სინანული, ეს არის სწორედ ეს შეცვლა განახლებითა ჩვენი გონების განახლება, ჩვენი გონების შეცვლა, რომელიც არის პროცესი, რომელიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე უნდა გაგრძელდეს და არასოდეს გაჩერდეს. რათა გამოიცადოთ თქვენ, აი ამ შემთხვევაში თუ ადამიანი აი ესე ცხოვრობს, როგორც ახლა ვსაუბრობდით, აი ამის მერი ამბობს, რათა გამოიცადოთ თქვენ, ანუ გამოცადოთ, გაიგოთ, შეიგრძნოთ, განიცადოთ რა იგი არის ნება ღვთისა. აი, როცა არ ვიცით რა უნდა ღმერთს, აი, ესე თუ არ იცხოვრე. ხო, ესე თუ არ იცხოვრე. რა თქმა უნდა, არ გეცოდინება ღმერთს რა უნდა და ცხოვრობ შენინებით. რომ გამოიცადოთ რა იგი არის ნება ღვთისა, კეთილი, სათნო და სრული, ანუ სრულყოფილი. ვიყოთ მაგალითი სხვებისთვის, თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ. ეს ჩვენი ვალდებულებაა. სხვანაირად ვერც ჩვენ გადავრჩებით და ვერც ჩვენი სამშობლო ვერ გადარჩება. იმიტომ რომ ის რაც ყველაზე ძვირფასი ჩვენ ქვეყანას, ჩვენ სამშობლოს აქვს, ეს არის ქრისტე. ყავს ქრისტე თავის გულში. მაგრამ ქრისტე გულში ეს აბსტრაქცია არ არის. ქრისტე გულში ნიშნავს, რომ ეს ადამიანი ანათებს და მას გარშემოყოფები ხედავენ. და თუ ჩვენ ასეთები ვიქნებით, ის ვინც ნომინალურად ეკლესიის წევრები ვართ, ეს გადამდები იქნება სხვებისათვის. თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ, ჩვენს გარეთ ყოფი ამას მით უმეტეს არ გააკეთებს.
და თუ ჩვენ არ ჩვენ და არც ისინი ამას არ გავაკეთებთ, მე გეკითხებით, საქართველოს რა გადაარჩენს, ან საერთოდ რას ნიშნავს მაშინ საქართველო? რა არის საქართველო? რა? უფრო რა ვართ უფრო? ჩამოვთვალოთ რა, რამდენი ნაკლი გვაქვს? არაფერიც არა ვართ. მაშინ რისთვის ვიბრძვით? რა გვჭირდება, რა გვინდა, რა გვაწუხებს, საერთოდ რა გვინდა საერთოდ? რისთვის ვაჩენ შვილებს, რისთვის ვზდით მათ, რა გვინდა? თუ ჩვენ არსებობას აზრი ეკარგება, მარადიული აზრი, თუ სიცოცხლეს მარადიული საზრისი არ აქვს, ის სიცოცხლე ხო ცხოველის სიცოცხლეა და მაშინ ვამტკიცოთ ჩვენ იგივე. რა აზრი აქვს? თუ ჩვენ აქ ვართ, მაგრამ აქ არა ვართ და თუ ჩვენ ვართ აქ ისე რომ მართლა ვართ, მაშინ ღვთისნების მიხედვით უნდა ვიცხოვროთ. შეგვეციოს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.